ოფიციალური ბრალდების თანახმად ანდრონი ლუაშვილს სუსის ექს-შეფის ბიძაშვილს ედავებიან ფულის გათეთრებას. ეს საქმე არ შეიცავს სახელმწიფოს საიდუმლოებას, რომ გრიფი დაედო საგამოძიებო უწყებას, თუმცა ეს მაინც მოხდა ასე. გაუთქმელობაზე მოაწერინა დოკუმენტზე პირველ ჯერზე ხელი ადვოკატს. დღეს კი პროკურორის დაჟინებული თხოვნით დაიხურა პროცესი. ნანა შამათავა მოსამართლე, ეს არის ქალი, რომელმაც განიხილა დღეს ანდრონი ლუაშვილის საქმე. თავად ანდრონი ლუაშვილიც და მისი ადვოკატის კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ პროკურორის შუამდგომლობას, მიმართავდნენ მოსამართლეს არაერთხელ, რომ არ დახურულიყო პროცესი გამომდინარე იქიდან, რომ ანდრონი ლუაშვილს სურდა, რომ მისი საქმის ყველა დეტალი ყოფილიყო საჯარო და საზოგადოება დარწმუნებულიყო მის სიმართლეში. მის სიტყვებს აპელირებდა სასამართლო პროცესზე მისი ადვოკატი. თუმცა მიუხედავად არაერთი თხოვნისა, მოსამართლე ნანა შამათავა არ დააკმაყოფილა მათი შუამდგომლობა და დარბაზიდან გამოუშვა ყველა, მათ შორის მედიის წარმომადგენლები და მათ შორის ანდრონი ლუაშვილის ოჯახის წევრები და მეგობრები. სასამართლოს ხმათა დარბაზი იყო გადავსებული და ყველა პირს სურდა, რა თქმა უნდა, მოესმინა რადევ საქმეში. პროკურორმა განმარტა მხოლოდ ის, რომ საბრალდებო უწყებას პროკურატურას ამ შემთხვევაში არ სურდა გაჟღერებულიყო ის ინფორმაცია, რომელიც იდო საქმეში. რა ინფორმაციაზეა აქ საუბარი, ჩვენთვის უცნობია და ასევე საუბარია მოწმეებზე, რომელთა შესახებაც არ უნდოდა პროკურორს, რომ საზოგადოებას გაეგო თუ ვინ იყვნენ ეს ადამიანები, რომლებიც ხელს ადებდნენ ანდრონი ლუაშვილს და აბრალებდნენ საკმაოდ მძიმე დანაშაულს. მათი ჩვენებები დევს საქმეში. საინტერესოა კიდევ ერთი დეტალი, მიუხედავად იმისა, რომ ადვოკატს გაუთქმელობაზე აქვს ხელი მოწერილი და არ აქვს მას უფლება ისაუბროს საქმის დეტალებზე, მან ჩვენთან საუბარში პროცესის შემდეგ თქვა, რომ ანდრონი ლუაშვილი არის ტყვე, ძევალი, ციტირებ მის სიტყვებს. გამომდინარე იქიდან, რომ არც ერთი მტკიცებულება მის წინააღმდეგ არ დევს საქმეში. საქმე არის სარიელი პრაქტიკულად და ამ დრომდე ჯერჯერობით ანდრონი ლუაშვილის გამოკითხვის ოქმიც კი არ გაუხსნია საგამოძიებო უწყებას. ანდრონი ლუაშვილს, გრიგოლი ლუაშვილის ბიძაშვილს სურს, რომ ჩვენება მისცეს პროკურატურას, აქ არ საუბრობთ თანამშრომლობაზე, მისცეს ჩვენება უბრალოდ პროკურატურას გამომძიებლებს, თუმცა ისინი მისით არ ინტერესდებიან. არ დაინტერესებულან არც წინასწარი დაკავების იზოლატორში და არც შემდგომ უკვე მას შემდეგ რაც ვიდრე მას გადმოიყვადნენ სასამართლო პროცესზე. ამიტომ საინტერესოა, რატომ დაადო პირველ ჯერზე, რა თქმა უნდა, გრიფი საგამოძიებო უწყებამ, რას მალავს ანდრონი ლუაშვილთან დაკავშირებით და რატომ დააგავეს ის. ჩვენ არ გვაქვს ფაქტობრივად შესაძლებლობა, რომ ოპონირება საქმის მასალებით გავაკეთოთ, რომ სოციუმისთვის უფრო პროდუქტიული და ინფორმატიული იყოს ჩვენს მიერ მიწოდებული ინფორმაცია. იმდენად არაფერი არ არის საქმეში მტკიცებულების სახით ანდრონი ლუაშვილის წინააღმდეგ, რომ ალბათ ამ გარემოებებზე რომ დავიწყოთ ლაპარაკი, საზოგადოებისთვის ნათელი გახდება, რომ ეს კაცი არაფერ შუაში არ არის. ტყვედ არის აყვანილი? ფაქტობრივად შეგვიძლია შეფასებები ჩვენ თვითონვე გავაკეთოთ ცალ-ცალკე დამოუკიდებლად. თუმცა მე რაც შემიძლია გითხრათ, საქმეში მტკიცებულება ნამდვილად არ არსებობს. თანამშრომლობა ზოგადად გაგებულია იმგვარად, რომ მან უნდა დაასახელოს კონკრეტული პირები და ასე შემდგომ. მსგავსი ფაქტობრივი გარემოება არ არსებობს, ვინაიდან სათანამშრომლო ანდრონი ლუაშვილს არაფერი არ აქვს, მას ფიზიკურად არანაირი კომუნიკაცია არ აქვს, არც სურს გამოძიების შეკითხვებს უპასუხოს, თუმცა არ უშუალოდ ის აუცილებლად უპასუხებს და ჩვენ მზად ვართ, რომ საგამოძიებო ორგანოს და პროკურატურას მივაწოდოთ ინფორმაცია მისი ბიზნეს საქმიანობის ლეგალურობასთან დაკავშირებით და აქ არის პროკურატურის ნება. გამოიძიოს სრულყოფილად და ობიექტურად. პროკურატურას არ სურს, რომ ანდრონი ლუაშვილს დაუსვას კითხვები? ამ ეტაპისთვის მისთვის ეს კითხვები არავის არ დაუსვა. შესულო არც იზოლატორში არ ქონიათ ხცელობა? ამ ეტაპისთვის მასთან გამოკითხვის ოქმი გახსნილი არ არის და არავის არ დაუსვამს მისთვის. არ რჩებათ განცდა იმისა, რომ ანდრონი ლუაშვილი ცდილობს გამოძიება გავიდეს სუსის ექს-შეფზე, გრიგოლი ლუაშვილზე. კიდევ ერთხელ ვამბობ, მე სხვა პირებთან მიმართებაში ვერანაირ განცხადებებს ვერ გავაკეთებ. თავად ანდრონი ლუაშვილს არ აქვს იმის განცდა, რომ ტყვედ არის აყვანილი პრაქტიკულად მხოლოდ იმის გამო, რომ მისი ბიძაშვილი არის დევნილი. მოდი ესე გიპასუხებთ. მე მხოლოდ სამართლებრივ ასპექტებზე ვაკეთებ შეფასებას, ვინ რას ფიქრობს, ვის რა განზრახვა აქვს, ვის რა აქვს დაგეგმილი თავის სამომავლო ღონისძიებებში, ეს მე არ ვიცი. შესაბამისად ამასთან დაკავშირებით პასუხს ვერ გაგცემთ. შესაბამისად თქვენ და გავიგე ხა პირველად, რომ გრიგოლი ლუაშვილს შეიძლება ქვეყანა ქონდეს დატოვებული სიმართლე რო გითხრათ. არ დაუთ თქვენ ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია? არა, მაქვს ამასთან დაკავშირებით. გამოიკითხა გრიგოლი ლუაშვილი? არ ვიცი.
არის. საერთო საქმე ხომ არ არის მისი ბიძაშვილის და მისის ეს საერთო ამ ეტაპისთვის ჩვენ მხოლოდ გვაქვს ანდრია ლილუაშვილის ბრალი წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში და სხვა მასალა ჩვენ არ მოგვიყვება. გრიგოლ ლილუაშვილთან ანდრია ლილუაშვილს არანაირი კვეთა არ აქვს ბიზნეს საქმიანობის კუთხე. ბიზნეს საქმიანობის კვეთა გრიგოლ ლილუაშვილს და ანდრია ლილუაშვილს არც აქვთ და არც არასდროს ჰქონიათ, მათ მხოლოდ ერთმანეთთან აკავშირებთ ნათესაური კავშირი, არიან ერთმანეთის ბიძაშვილები. საკმაოდ მოცულობითი იყო იმ თანხის რაოდენობა, რომელიც დღეს სასამართლო პროცესზე გააჟღერა ანდრია ლილუაშვილის ადვოკატმა მისი თავისუფლების სანაცვლოდ. ადვოკატი 300,000 ლარიანი გირაოს შეფარდებას სთხოვდა მოსამართლე ნანა შამათავას ლილუაშვილისთვის, თუმცა მოსამართლემ ის მაინც გაუშვა პატიმრობაში. ამ პროცესის შემდეგ კიდევ უფრო ღია დარჩა კითხვები, გამომდინარე იქიდან, რომ პროკურორი არ გაჩერდა მედიასთან კომენტარის გასაკეთებლად, მან ავტომობილით დატოვა სასამართლოს ეზო, შესაბამისად ჩვენ არ მოგვეცა შესაძლებლობა რომ კითხვები დაგვესვა მასთან და კიდევ უფრო ღია დარჩა კითხვები, სად არის სუსის ექს-შეფი გრიგოლ ლილუაშვილი და ხომ არ ცდილობს გამოძიება მასთან გასვლას, ხომ არ დატოვა მან ქვეყანა და ხომ არ ცდილობს ახლა გამოძიება მასთან გასვლას მისი უახლოესი გარემოცვის წევრების დაკავებებით. ანდრია ლილუაშვილი წინასწარ პატიმრობაშია გაშვებული 2 თვის განმავლობაში, წინა სასამართლო სხდომამდე ის გლდანის ციხეში დარჩება და საინტერესოა ახლა მაინც შევა თუ არა მასთან შევლენ თუ არა გამოძიებლები მასთან და დაუსვამენ თუ არა მის საქმესთან დაკავშირებით შეკითხვებს.